Კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 17 საათზე, მე ხატია ქვათაძე ვარ. გაუდევრობა თუ განგებ გაჩენილი ხანძარი. რატომ იმყოფება ხანძრის შედეგად დაზარალებული ძალოვანი უწყების მეთვალყურეობის ქვეშ? გურიაში საჯარო სკოლა გაქურდეს. ფაქტზე 3 არასრულწლოვანია მხილებული. $2 მილიონ-ზე მეტი ღირებულების ტექნიკა სავარაუდოდ განზრახ დაწვეს. ქრონიკის ინფორმაციით ხანძრის შედეგად დაშავებული 36 წლის ზურაბ მჭედლიძე ერთ-ერთი ბრალდებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, თუმცა ქრონიკამ გამოარკვია და გადაიღო, რომ დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში სწორედ ძალოვანი უწყების წარმომადგენელთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. გამოძიების ფარგლებში ის მესაკუთრეებიც გამოიკითხნენ, რომელთა პროდუქციაც გუშინ დიღომში ხანძრის შედეგად დაიწვა. მარიამ ქართულიშვილმა გაარკვია ეს დეტალები და პირდაპირ ეთერში გვერდება. მარიამ, თუ შეგვიძლია გავცეთ პასუხი კითხვას, რატომ იმყოფებოდა ჭანტურია ღამის საათებში ტექნიკის საწყობში? ხატია, ვინ არის ხანძრის შედეგად დაშავებული ზურაბ მჭედლიძე? ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც საწყობის მესაკუთრეებს და არც დამწვარი ინვენტარის მფლობელებს. ჩვენი ინფორმაციით კი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ეტაპზე არ გვიდასტურებენ, ზურაბ მჭედლიძე დაახლოებით ღამის 10 საათისთვის მან შეაღწია საწყობში, ინვენტარს მოუკიდა ცეცხლი და ამის შემდეგ ის სიმაღლიდან გადახტა, რა დროსაც დაიზიანა ლავიწის არეში, წვივის არეში ფეხი. ამის შემდეგ მან სავარაუდოდ დაკარგა გონება და უკვე მეხანძრე მაშველებმა გამოიყვანეს ის ცეცხლმოკიდებული შენობიდან. ინფორმაციას, როგორც უკვე გითხარით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გვიდასტურებენ, თუმცა ჩვენ ვიმყოფებოდით იმ კლინიკაში, სადაც ეს ადამიანი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს და ამ განყოფილებას 24 საათიან მეთვალყურეობის ქვეშ არის ეს ადამიანი ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან. აქ განსაკუთრებით კონტროლდება თუ ვინ შედის რეანიმაციულ განყოფილებაში პაციენტთან და ასევე განსაკუთრებით გაზრდილია უსაფრთხოების ნორმები კლინიკაში. მოდი, ჟურნალისტები არ შემოგვიმძახეთ, პოლიცია და პოლიცია ერთხელ პირველად ცნობს. დაშავებულს. არა. ანუ ის ბრალდებულია უკაცრავად, რო გითხრათ. პაციენტი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით, ხუთავე არის ინტოქსიკაციით და მარცხენა წვევის ძვლის მოტეხილობით. პაციენტი ამჟამად იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მდგომარეობა მისი არის საშუალო სიმძიმის. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. თუ შეგძლიათ დაგვიდასტუროთ ეს ინფორმაცია. მე ვერ გეტყვით, რომელი უწყების წარმომადგენლები არიან, მაგრამ პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. ძალოვანი უწყების. საწყობში გაჩენილი ხანძრის გამოძიების ფარგლებში ჩვენი ინფორმაციით უკვე გამოიკითხა ხანძრის დარაჯი, რომელსაც ასევე არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ არის დაშავებული ზურაბ მჭედლიძე და როგორ მოახერხა მან საწყობის ტერიტორიაზე ღამის საათებში შეღწევა. ასევე უკვე გამოიკითხა ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელსაც კუთვნილი ტექნიკა ჰქონდა დასაწყობებული დამწვარ საწყობში. პაატა ნოზაძე ამბობს, რომ მასთან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს სწორედ ამ ადამიანის ირგვლივ ჰქონდათ ყველაზე მეტი შეკითხვა და ასევე გამომძიებლებს აინტერესებდათ ხომ არ ჰქონდა ადგილი ბიზნესმენებს შორის უთანხმოებას, რაც შეეხება ხანძრის განგებ გაჩენის სავარაუდო მოტივებს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ბიზნესმენს და ასევე საწყობის მესაკუთრეებსაც. ისინი ამბობენ, რომ სწორედ მათ შორის მესაკუთრეებს შორის უკვე წლები არსებობს დავა და ეს დავა სამართლებრივ ჭრილშიც არის გადასული და ასევე ბიზნესმენები არ გამორიცხავენ, რომ ხანძრის განგებ გაჩენა შესაძლოა, რომ უკავშირდებოდეს სწორედ ამ ბიზნეს დავას. ზურაბ მჭედლიძეს რა კავშირი აქვს თქვენ საწყობთან, სადაც გუშინ მოხდა ხანძარი? არანაირი კავშირი ჩვენ არ გამოჩნია ამ პიროვნებასთან. პირველად გვესმის ესე ვთქვათ, მისი სახელი და გვარი. როგორც შეგვიძლია მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება დაადგეს. თუ გასაგებია პიროვნება მან. ჩვენი უცნობია ნამდვილად რა
გადაემართა მაგ პიროვნებას, რატო იყო შიგნით, რატო გადმოვარდა როგორც თქვენგანეთ. რა ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენ საგამოძიებო უწყებას? რა აინტერესებდათ? ეს პიროვნება არ არის ჩვენ არ ვიცნობ საერთოდ რა წარმოგიდგენთ ვინ არის ეს პიროვნება. თქვენ კონფლიქტი გქონდათ თქვენ პარტნიორებთან? ეს სადა სხვა დავები არის, არის რა თქმა უნდა რაღაც სამოქალაქო დავები, რომელიც იხილება, იგავს ველოდებით, თქვა საქმეების განხილვას, ასე რომ ამ ეტაპზე ხოდონებით. სხვა ვერაფერს ვერ შეგაყოლინებთ, დავერუძოთ ყველაფერს და არის გამოძიება ის თავის საქმეს. ანუ ადასტურებთ, რომ დაპირისპირება მფლობელებს შორის იყო და არის. გაგზავნებოდეთ. დიდი ხანია მის დავები და მაგას მოყვა რაღაცები, ხო? ყოველ შემთხვევაში გრანდელი მომარებით რაც მოხდა ძალიან ცუდი რაღაც. კონფლიქტი არსებობდა ამ საერთოდ დავა არსებობს მან. დიდი ხანია 5 წელია მიმდინარეობს დავა. ხო და სავარაუდოდ დაწყვეტილი ჰქონდათ მფლობელებს შენობა, იმიტომ რომ შენობა ბანკში იყო დაგირავებული და ბანკში დაგირავების შემთხვევაში როგორც წესი ბანკი არ მოსწონდა თვითონ და რა შეეხება თქვენ ზარალს? $1 მილიონი ალბათ და მეტი უფრო ალბათ რა. ეს ზუსტად ვერ გეტყვი. მეც ტერიტორიაზე ვერ შევდივარ. ბევრი კომპანია ოპერირებდა ამ საწყობში და ერთ-ერთი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ვიყავი. საქონელი ძალიანად განადგურებული იქნება სავარაუდოდ შიგნით. დიდი ხომში იქ სადაც გუშინ ძლიერი ხანძარი იყო, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან ტერიტორიაზე და მიმდინარეობს ნივთმტკიცებების შეგროვება. მე გეტყვით, რომ გამოძიება ამ საქმეზე 197 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურებას გულისხმობს. მადლობ მარიამ ქართველიშვილმა გაგვაცნო დიღომში ხანძრის შესახებ ახალი დეტალები. ზონდერი და ქართული ოცნების მესაფლავე, ასე უწოდეს ოცნებიდან წასულმა ბესელიამ და ფოფხაძემ ყოფილ თანაგუნდელ ვანო ზარდიაშვილს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის შესახებ კანონზე მსჯელობის ნაცვლად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა დილიდან ხან სიტყვიერი და ხანაც ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ანუ კი გუმბერიძე ადევნებს თვალს ამ პროცესს, ანუ კი ამჯერად რამ გამოიწვია კონფლიქტი. ხადია, პირველ რიგში გეტყვით, რომ სწორედ ახლა დასრულდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა, სადაც მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტზე მსჯელობდნენ და დეპუტატებმა მას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მანამდე საკმაოდ ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა საკითხის განხილვა, ამჯერად ეკა ბესელია და ვანო ზარდიაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მათ არ მისცეს ერთმანეთს სიტყვით სარგებლობის უფლება, ასევე შეახსენეს წარსული და მათ მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ამის შემდეგ ვანო ზარდიაშვილმა გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ის მზად არის დღესვე თქვას უარი პარლამენტში მანდატზე თუ ეკა ბესერიაც დატოვებს საკანონმდებლო ორგანოს. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა კი ამ განცხადებას კომიკური უწოდა და ვანო ზარდიაშვილი როგორც ზონდერი ისე მოიხსენია. რაც გავაკეთეთ იმის გაფუჭებასაც ვიდო. რატო არ გავაკეთეთ? რაც გავაკეთეთ იმის გაფუჭებასაც ვიდო. შენი გაფუჭებულის გამოსწორება. რა, ჩინჩალაზე კიდე ჩემი გაფუჭებული გამოსწორა. ბორჯომში ვიყარდე რა, ბორჯომში. აი ბორჯომში კიდე საკვები ლაპარაკ. საათი როგორც კიდე ისე ლაპარაკ. სად გადადეკით, სად გახვიდით კომიტეტიდან? იგეგოთ მერაწილეობა, ჩაგეგდოთ ის კანდიდატურები. ჩაგეგდოთ. მე კანონზე ლაპარაკ. ჩაგეგდოთ ის კანდიდატურები, რატო გადადეკით? ყველასთან მართალი როგორ ახარ? ყველასთან მართალი, იმიტომ რომ მართალი ვარ, წესიერი ვარ, პატიოსანი ვარ, კომპეტენტური ვარ და ისევ ხელს კი არ ვაფათურებდი ეკა. შენ ხელებს ასდის ფულის სუნი და ამიტომ ძალიან გთხოვ რა. ძალიან გთხოვ შეეშვი რა. ოჯახური ბიზნესი თქვენ გქონდათ სასამართლოში. სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარე თქვენი მეჯვარია და ბავშვთათლია. გენერალური პროკურორის მოადგილე თქვენი მეჯვარია და ბავშვთათლია. კარგი რა. შენი მეუღლე სადა? ჩემი მეუღლე არის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობს 8 წელია. ყველა ეტაპებზე პროცესი დასრულდა. მეც გავჩერდები, მაგრამ ესეც გაჩერდეს. ზონდერი რო აგზის. აი ზონდერი რო აგზის პარლამენტში ქართული ოცნების სახელით. და კონკრეტულ ზონდერობა რას ნიშნავს? პატარა ზონდერი. ზონდერობა და კონკრეტულად. იმის თავით რო არ გქონდა. ჭუჭრუტანიდან ეგ იყო თქვენი დაალაგებული სქემა, რომელიც ჩაგეშალა. ეკა ბესელია პარლამენტიდან თუ გავა მე იმ დღესვე გავალ პარლამენტიდან. და ამით რატომ მტკიცდება ბატონო ვანო? სასამართლოს მოვაშორებთ
ადამიანს, რომელსაც სუბიექტური ინტერესები აქვს სასამართლოში. სუბიექტური. ზოდერ ვანო საერთოდ პარლამენტში რა უნდა? საერთოდ შეამოწმეთ რაფერი არის. მე მგონია რომ ეკაბესელი არ არის ზარდაშვილის ფასი. ზარდიაშვილი ზემოქმედების ქვეშ ხო არ არის ვინმე შეამოწმოს ეხლა. ყველაფერი არის ნათელი. ყველაფერი ჩანს ძალიან კარგად. საცხალი ეს ბიჭი, რომელსაც ჩაუგდეთ გეგმა ჩაუშალეთ, ოჯახური ბიზნესი არ გამოუვიდა და ის 10 კაციანი სია, რომელსაც ის ერთ-ერთი იყო ლობირებდა და ვერ გაიტანა და თან თვითონაც მიყვა ამ აქციას. არის ძალიან გაბრაზებული. ჯერ კიდევ კომიტეტის ხდომის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ორიკო შერმადინმა აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს მართავს კლანი, მან ახსენა მოსამართლე ჩინჩალაძე, ასევე მასთან დაკავშირებული მისივე შეფასებით დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი და მისი მეუღლე, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სწორედ მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელია, უკვე შესვენებაზე ვანო ზარდიაშვილმა ამ განცხადების გამო ორიკო შერმადინს პასუხის გაცემა მოსთხოვა, მათ შორის ამ დიალოგს უკვე მცირე კამათი მოჰყვა ვანო ზარდიაშვილის შეფასებით. კლანი არის სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელსაც მართავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ისინი ცდილობენ, რომ ანა ნაცვლიშვილი წარადგინონ მოსამართლეთა კანდიდატის თანამდებობაზე გამოცდის გარეშე და სწორედ ამ მიზნის მიღწევას ცდილობენ. მგონი არ არის დასამალი და ყველამ უკვე იცის, რომ ბატონი ვანო და მიხეილ ჩინჩალაძე არიან ახლობლები, მეჯვარები და ნათელმირონები, თუ სწორედ ვამბობ. და ასევე ბატონი ვანოს მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელმძღვანელობს იმ დეპარტამენტს, რომელიც აფასებს მოსამართლების საქმიანობას, სანამ ისინი დაინიშნებიან. შესაბამისად, ისიც რა თქმა უნდა არის მიხეილ ჩინჩალაძის ახლობელი და აქვს ახლო კავშირები. ამ ყველაფერიდან გამომდინარე და იმ დახურული პროცესიდან გამომდინარე, რაც ეს კანონპროექტი გვთავაზობს, ცხადია ჩდება კითხვები. მიხეილ ჩინჩალაძის ინტერესები ხო არ იქნება ამ პროცედურის შედეგად გათვალისწინებული, იმიტომ რომ მას არა მარტო საბჭოს წევრებში ყავს, საბჭოს მოსამართლე წევრებში ყავს, ასე ვთქვათ, მეგობრები, ახლობლები და ნაცნობი, არამედ თვითონ საბჭოს აპარატში. თქვენი მეუღლის კომპეტენტურობას მე როგორ შევაფასებ? ამხელა ლეგენდა თქვენი მეუღლე აფასებს მოსამართლეების კომპეტენტურობას, ამაზეა საუბარი. მან თქვა, როგორც მე ვიცი, რომ ჩემი მეუღლე არ გაძლევდა საჯარო ინფორმაციას. გასი არაფერი. აბა რა თქვით ამასთან დაკავშირებით? აი ზუსტად ის თქვი რაც ეხლა. პრეზიდენტ სააკაშვილის დროს ასე ხდებოდა დანიშვნა, პრეტენზია და პრობლემა არავის არ ქონია. პრეზიდენტ შევარდნაძის დროსაც ასე ხდებოდა დანიშვნა, არავის პრეტენზია პრობლემა არ ქონია. პრეზიდენტ მარგველაშვილის დროსაც ასე ხდებოდა მოსამართლეების დანიშვნა უზენაესში. მაგრამ არც ერთ არასამთავრობოს ხმა არ ამოუღია ეს პროცესი მოწონდათ. იცით რატომ? იმიტომ რომ მარგველაშვილი წარადგენდა მხოლოდ არასამთავრობოებს, ან არასამთავრობოების მიერ მოწონებულ კადრებს. მთელი საია მუშაობდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან. და არასდროს პრობლემა არ გამოუთქვამთ. ეხლაც გამოსთა არ უნდათ რომ დაინიშნოს. იცით რატომ? იმიტომ რომ ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს ჰქონდა წარდგენის საშუალება. და ეს ჩვენ ვიძახით რომ ჩავწეროთ გამოცდა. თუ ჩვენ ახლა ამოვიღებთ გამოცდას, ქალბატონ ანა ნაცვლიშვილს, რომელსაც დაახსახელებს ასევე საიას წარმომადგენელი ანა დოლიძე, გავა უგამოცდოთ უზენაეს სასამართლოში. ეხლა ნახეთ რა ხდება. არის რომ ანა ნაცვლიშვილი კომპეტენტური? შეიძლება მან იცით. მარტივ მაგალითს გეტყვით რომ არ არის. 3 საათის განმავლობაში ყველა არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, საკუთარი თანაგუნდელები, ოპოზიცია, ყველა არგუმენტირებულად ვესაუბრებოდით, რომ ამ კანონპროექტით მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება კლანი და მიეცემა მას იმის შესაძლებლობა, რომ თავისი სანდო პირები დანიშნოს უზენაეს სასამართლოში. ამ 3 საათიანი განხილვის შედეგად ვანო ზარდიაშვილმა მხოლოდ ეს დასკვნა გამოიტანა. ეს მეტყველებს მის ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე. ყველა საკუთარი გარყვნილების ხარისხით ზომავს და როგორც ჩანს, ზარდიაშვილი ყველაფერში საკუთარ გამორჩენას რომ ეძებს, გონია რომ სხვებიც ასე არიან. კანონპროექტის 6 საათიანი განხილვის დროს ადგილი ჰქონდა როგორც ფიზიკურ დაპირისპირებას, ისე სიტყვიერ დაპირისპირებას. არაერთხელ ამ შემთხვევაში ადრესატი მმართველი გუნდი იყო, სწორედ ინიციატორი ამ კანონპროექტის, ხოლო ამ კრიტიკის ავტორი ხშირ შემთხვევაში ეკაბესელია. სად იყო, სად გადაწყდა, სად იყო ნეტა, რომელი ატაქვეშეთში ვიმსჯელეთ ამაზე? ფრაქციის ხდომა იყო, უმრავლესობის ხდომა იყო, ბიუროს უმრავლესობის, სად იყო ეს თქვენი ვაშკაცური ხმა? მე არ გამიგია და იქნება აუხსნათ საზოგადოებას, აინტერესებს ეს დღეს რომ რიხიანად გველაპარაკებით, გაჩვდით მაინც ამ თემაზე. სადაც მე ვზივარ, იქ მაინც უხერხულობა იგრძენით და ნუღამე ლაპარაკებით ამაზე. თავარი იმას არ გვაბრალებთ რომ მხარს უჭერდით. ერთი წუთი მოითმინე მე გისმენდი. თავარი მაგას ვერ გვაბრალებთ მხარს უჭერდით. მე არ შემიწყვეტია, არ შემიწყვეტინე. როგორი ინტერპრეტაციაც არ უნდა მოვაყოლოთ ახლა ამას. კრიტიკის თავარი საფუძველი მე მგონი არ იმაც ილაპარაკა ამაზე, მაგრამ აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ. იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი კრიტერიუმების და პროცედურების გარეშე წარმოადგინა სია და ეს იყო ცუდი. და კარგი იქნებოდა ყოფილიყო
გარკვეული დათქმები, ნორმების სახით საკანონმდებლო ჩამკეტები, ეგრეთ წოდებული, რომელიც ასე როგორც ბრძანებთ ხოლმე ფურცლის ნაგლეჟზე დაწერილი სია ვერ გადმოეგდო ვერავის. როგორ დაბრუნდა, რატო დაბრუნდა იქ კომიტეტის თავმჯდომარე გადადგა თუ არ გადადგა, რომელსაც სხვათა შორის შეეძლო, რომ უბრალოდ არ დაენიშნა ეს კომიტეტი და არ გადამდგარიყო. ეს სიმართლე. ამბუკა, ეხლა ამ თემას თავი დაანებე, იმიტომ რომ თქვენ ექსკლუზივი თემებზე არ გაქვთ არა, ნუ არ გინდა ამ თემას ნუ ეთამაშები შენ არა გაქვს ამის იმ სხდომის ჩატარება, ამიტომ ნუ ეთამაშებია მაგ თემას რა. კარგი, ეგ არ გინდა ეს. არ გინდა მაგ თემას ნუ ეხები ეთამაშები, რას ეთამაშები თქვენ იქ მოიკითხეთ რა. და სუბიექტური ინტერესები. თქვენ რას ეთამაშებით რომელ თემას? სუბიექტური ინტერესები. აბა მიდი გაბედე და თქვი. რომელი სუბიექტ ხო? მიდი აბა გაბედე და თქვი, გაბედე და თქვი. სუბიექტური ინტერესები. რომელი სუბიექტური? აბა თქვი, სუბიექტური ოჯახური ბიზნესი შენ გაქვს მამუკა სასამართლოში დალაგებული მიშას დროინდა აი ხა ყველაფერს თუ ვიკადრებთ იმისთვის რომ რაღაცა დააბრალოთ და ვიღაცა მოაწყოთ, შეგიძლიათ ეს. პირველი არ არის ჩვენი მხრივ. აი დავამთავროთ ახლა ლაპარაკი. დავშვებოდი? იმ პერიოდიდან დალაგებული ქონდა იქ ურთიერთობა. რა მქონდა დალაგებული? პროკურატურაში ვერ შევდიოდი და რო შევდიოდი ხდებოდი ხოლმე და მე მქონდა დალაგებული. იმ ადვოკატების ჯგუფში იყავი, ვინც სანდო ადვოკატებად მიიღავი. მე მელაპარაკებით მაგ ხორში. თქვენი თქმით პოლიტიკური პატიმრებიც არ იყვნენ 2004 წელს თურმე. სამართლიანად იჭერდნენ თურმე ხალხს. მიაყენე პოლიტპატიმრებს შეურაცხყოფას ეხა რა. კარგი. აუცილებლად. ოღონდ უნდა გაჩერდეთ ოღონდ რა. და სიმართლეს რო იტყვის ადამიანი, არ უნდა აღელდეთ. ამ დაპირისპირებების მიუხედავად მართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს უკვე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით აქვს და სწორედ ხვანიდელ ბიუროზე გადაწყდება გავა თუ არა საკითხი განსახილველად სესიაზე. მადლობა, ეს ანუკი გუმბერიძე იყო პარლამენტიდან, სადაც ამ ჩხუბამდე, რომლის შესახებაც ახლა ბესელია ზარდიაშვილამდე, ანუ ოთარ კახიძემ და ირაკლი ბერაიამ ჩხუბეს და მიაყენეს ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა ევროპული საქართველოს დეპუტატმა და ქართული ოცნების წარმომადგენელმა. ისინი ერთმანეთს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომაზე გაუსწორდნენ ფიზიკურად. ვითარება მანდატურის ჩარევის შემდეგ განიმეორდა და მოგვიანებით ორივე მათგანმა საზოგადოებას ამ ქცევისათვის ბუდიში მოუხადა. კორექტულად. კორექტულობა. რა ეს არის თქვენი არაკორექტული საქციელი? გამშვიდით. ბატონმა ირაკლი ბერაიამ თავისუფლება მისცა და არაკორექტულად მომართა. რასაც მე გავეცი პასუხი, ჩემი აზრით, ჩემი ქმედება არ შეესაბამებოდა პარლამენტის წევრის ეთიკას და მოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რა თქმა უნდა, მაყურებელს, ვინც ამას თვალყური ადევნა, უბრალოდ ზოგჯერ თავის შეკავება არც ისე ადვილია, თუმცა ჩემ ქმედებას ეს მაინც არ ამართლებს. უბრალოდ ყველასთვის ნათელია და ეს არის ისედაც გადაღებული, რომ ეს ინციდენტი მე არ წამომიწყია, მე მხოლოდ პასუხი გავეცი მის არაკორექტულ შეფასებას. მე დამჩაგანცდა, რომ ოთარ კახიძეს უნდა კომიტეტიდან წასულიყო და ესეთი კრეატიული საშუალება მოიფიქრა. მაშინ როცა მე ვსაუბრობდი, ის ჩაერთო საუბარში და მოუწოდა კორექტულობისკენ. კორექტულობისგან მოწოდება არის შეგინება, ჩათვალისწინო შეგინებულია. თქმა უნდა, ამისთვის ვუხდება საზოგადოების ბოდის, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ განხილვის პროცესში დაინტერესებულ პირებს ხელი შეეშალათ ამ საკითხის მოსმენის დროს. პარლამენტიდან უმრავლესობამ წესით ქართული ოცნების ოფისში უნდა გადაინაცვლოს, როგორც მართველი გუნდის წევრებმა თქვეს, მიმდინარე კვირას განსახილველ თემებზე იმსჯელებენ. ამ კვირაში კი ორი ღონისძიება იგეგმება 22 მარტს პარლამენტში პრემიერს ელოდებიან, მინისტრის საათის ფორმატში კი დეპუტატები თეა წულუკიანს მოусმენენ. მინისტრ წულუკიანს ველოდებით, ახალი რეგლამენტით ხედავთ, რომ მინისტრები ძალიან ხშირად გსტუმრობენ, ასევე რეგლამენტში წერია, რომ 22 რიცხვში ვინაიდან ეს არის პარასკევი დღე და ინტერპელაციის წესით მოწვეულია პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ველოდებით მასაც. აქედან გამომდინარე დღევანდელი უმრავლესობის სხდომის საკითხები შეეხება მიმდინარე დატვირთულ კვირას. ინტერპელაციის წესი ზოგადად არის გასრად გაწერილი და შეეხება მხოლოდ იმ საკითხს, ეს არის რეგლამენტით დადგენილი, რა საკითხსაც ხდება მინისტრის თუ პრემიერ-მინისტრის მოწვევა და ეს საკითხი გახლავთ როგორც კრიმინოგენური მდგომარეობა
და ამაზე იქნება ძირითადი აქცენტები. მე დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს თავის სანგარის, ასე ვთქვათ, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ და შესაბამისი კითხვებით ითქმეთ. Რა თქმა უნდა, წინა კვირაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც ველოდებით რომ დაისმება კითხვა, თუ ამას უმრავლესობის წევრები არ დასვენ, არ გამოტოვებენ ნამდვილად ოპოზიციის წარმომადგენლები, ამიტომ ამ კითხვას ნამდვილად ველოდებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელს ამკაცრებს. ნათია მეზრიშვილმა პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლას ეხება. როგორ აპირებს სახელმწიფო ძალადობის პოტენციურ მსხვერპლთა დაცვას? დოკუმენტის შინაარსს ლევან ფოჩხუა გაგვეცნობს. ლევან, გისმენთ. კანონპროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ გამკაცრდეს სანქციები არასრულწლოვნებზე სექსუალურად მოძალადე პირების მიმართ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური ბაზა, სადაც თავს მოიყრის ყველა ის პირი, რომლებიც მსგავსი ტიპის დანაშაულში იქნებიან მხილებულები, მათ ასევე აეკრძალებათ 30 მეტრის რადიუსით სააღმზრდელო სკოლის დაწესებულებებთან მიახლოვება და ასევე მათ არ მიეცემათ მსგავსი ტიპის დაწესებულებებში მუშაობის დაწყების უფლება. და რაც შეეხება გაუპატიურებას, არასრულწლოვნის გაუპატიურების შემთხვევაში ბრალდებული დაიშება კანონის უმკაცრესად, ეს გახლავთ თავისუფლების უვადოდ აღკვეთა. ბუნებრივია, ეს იქნება ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. შესაბამისი კანონპროექტი დღეს კანონმდებლებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარუდგინა. მაკრონის მაგალითი რომ მოვიყვანოთ საფრანგეთის პრეზიდენტის თავის პედაგოგი შეუყვარდა და ახლა არის პირველი ლედი საფრანგეთის და ესე იგი აი ამ პროცესში როგორ იქნება დაუშვათ საქმე, აი ამას იქნება ამისი აკრძალვა. იმ პირებს ეკრძალებათ მუშაობა და დასაქმება, ვინც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს. ანუ იმას ჩვენ არ გავცდით, ის რაც დანაშაულად არ არის გამოცხადებული, ხვდებით ხო, რასაც ვამბობ, ამას არ გავცდით. რაც სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულია, ძალადობრივი გაუპატიურება, სრულწლოვნის კავშირით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან, ну რაც ახლა მოგწონს თუ არ მოგწონს, ზოგს არ მოწონს, მაგრამ დანაშაულია. ამას არ გავცდენილ ვართ, ის რაც დანაშაულია, ყველა ამ უხლების ჩამდენ პირებს ავუკრძალეთ. შეიძლება არ დამთავრდეს ფატალურად, როგორც გორში და უშუალოდ სადღაც, ცოცხალი დარჩეს ბავშვი, მაგრამ იყოს ბავშვზე ძალადობა. არ თვლით, რომ ეს უნდა იყოს სამუდამო პატიმრობის რანგში აყვანილი. მძიმე შემთხვევა რაც არის არასრულწლოვნის გაუპატიურების, რომელიც ძალადობასაც მოიცავს, როგორც ასე ვთქვათ, ხერხს, დანაშაულის შემადგენლობა მოიცავს ძალადობას, არასრულწლოვანზე აქ სანქცია შემოვიტანეთ, არ ითვალისწინებდა აქამდე კანონი, იყო 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ვაწესებთ ამ კანონპროექტით უვადო თავისუფლების აღკვეთას. მუხლებს რაც შეეხება, რომლებიც ზოგიერთი მათგანი არ არის მაგალითად ძალადობრივი. სანქციები იქაც იმხელაა, მაგალითად პირობითად ვამბობ, 10-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რომ ჩვენ რო ესე დიფერენცირება მოგვეხდინა 10-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მიმართ, მოდი 10 წელი დავაწესოთ, 12-დან 14 წლამდე მოდი 15. ხო, იმდენად რეალურად კანონი იძლევა შესაძლებლობას, ქვედაზღვარი და ზედაზღვარი იმხელაა, რომ იმის მიხედვით ვინ არის დანაშაულის მსხვერპლი, რომელი ასაკობრივი კატეგორია, ან უფრო მეტი მიუსაჯო, ან უფრო ნაკლები მიუსაჯო. გამოყავით ყველაზე მძიმე შემთხვევა გაუპატიურების და ამაზე შემოვიტანეთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. საბავშვო ბაღებში, სკოლებში და კოლეჯებში ვერ დასაქმებიან ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნასამართლები შესაბამისი სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით და ამასთანავე ძლიერდება მონიტორინგის მექანიზმი. დღეს უკვე დასაქმებულ პირებს თუ კი ეხებათ აღნიშნული ჩამონათვალი, შესაბამისად სკოლებს და საგანმანათლებლო სისტემას ევალდებულება, რომ გაძლიერდეს მონიტორინგი. ორი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა, ეს გახლავთ განათლების კომიტეტი და ასევე ჯანდაცვის კომიტეტი, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მადლობა ლევან ფოჩხუას. ნატოს საქართველოს სწავლება 2019 თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ალიანსის გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის მეთაურის მოადგილემ გახსნეს. ეს სამეთაურო საშტაბო სწავლება, რომელიც 29 მარტის ჩათვლით წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართება და მასში 24 ქვეყნის 353 სამხედრო და სამოქალაქო პირი მიიღებს მონაწილეობას. სწავლება პირველი ერთობლივი მრავალეროვანი ბრიგადის დონის სამეთაურო საშტაბო წვრთნაა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. თვის ბოლოს ამ სწავლების ფარგლებში საქართველოში ალიანსის გენერალურ მდივანს ეცელიან.
ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ფარგლებში მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი. მინდა დავაფიქსირო ჩემი დადებითი შთაბეჭდილება ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმის მიმართ, რაც ამ ორკვირიანი წვრთნის ფარგლებში გამოჩნდა. ეს შესაძლებელი გახდა 2015 წელს ნატოს სასწავლო ბაზის შექმნის შემდეგ, რომლის ინიციატივასაც საფუძველი 2014 წლის უელსის სამიტზე ჩაეყარა. ამ მიღწეულმა შეთანხმება მოგცა საშუალება საქართველოში ნატოს ეგიდით წვრთნა ჩატარდეს. ეს არის 18 თვიანი მუშაობის კულმინაცია. საქართველოს საწვრთნელი ცენტრით საამაყო პარტნიორია. ამ ორკვირიანი სწავლების შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. აღნიშნული სწავლება არის კონცენტრირებული და ფოკუსირებული საქართველოს თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებაზე. არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ემსახურება და როგორც შედეგი მოიტანს ნატოსთან ურთიერთთავსებადობის ხარისხის გაუმჯობესებას, თავდაცვის, შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ განამტკიცებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. ნდობა საქართველოს და ნატოს შორის გაიზარდა და იზრდება, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი იზრდება, იმიტომ რომ პირველად ეხლა საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან სამეთაურო თანამდებობაზე და ხელმძღვანელობენ ამ წვრთნას. ეს არის საკმაოდ დიდი ნაბიჯი ჩვენ ურთიერთობაში ნატოსთან. არაღიარების პოლიტიკა და რუსეთზე ზეწოლა უნდა განვაგრძოთ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ქრონიკის შეკითხვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე უპასუხა. იმედი ჟურნალისტი ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელსაც ესაუბრა. სვენ მიქსერის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირაკლი კვარაცხელიას საქმის გამოძიებასაც მოითხოვენ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ საუბრობენ. დიპლომატები ამბობენ, რომ რუსეთზე ზეწოლას განაგრძობენ და მოსკოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მძიმე მდგომარეობაა, ირღვევა ადამიანის უფლებები. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით შემაშფოთებელია. მისი დაღუპვის საქმეზე უნდა მოხდეს გამოძიება. გამოძიება უნდა წარიმართოს დროულად, გამჭვირვალედ და სამართლიანად. ეს იყო და არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რეგიონში სიტუაციის გაუმჯობესებაზე საუბარი არ არის. ვითარება მძიმეა. მძიმეა მოქალაქეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. სამწუხაროდ კარგი ამბავი არ არის. გვაქვს საქართველოში ასეთი ვითარება და პარალელურ რეჟიმში უკრაინაში ყირიმის ანექსია. გადის 5 წელი, ჩვენ გვაქვს დაწესებული სანქციები, რომლებსაც დამატებითი ზომები დაემატა. მოხარული ვარ, რომ ეს მოხდა კანადასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. არაღიარების პოლიტიკა უნდა შევავსოთ კონკრეტული ზომებით და გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე. რუსეთზე უნდა მოხდეს პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, ფინანსური ზეწოლა. ეს არის ჩვენი ამოცანა და მიზანი. არ უნდა მოვახდინოთ იმის ლეგიტიმაცია, რაც არის არალეგიტიმური და რაც არის უხეში დარღვევა სამართლის ნორმებისა და პრინციპების. ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ჩვენ მუდმივად კონტაქტზე ვართ ჩვენს ქართულ პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო პრემიერ-მინისტრთან და ვესაუბრეთ ყველა თემაზე. აქტიურ როლს ასრულებს ევროკავშირი, აქტიური უნდა იყოს ევროპული საბჭო. ფიქრობ, რომ შესაძლებელია ევროპული საბჭოსთვის, რომ ინსტრუმენტები გამოიყენოს საქართველოს ორ რეგიონში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და არაღიარების პოლიტიკას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენი პოზიცია მტკიცია. ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ იმ პროცესში, როდესაც საქართველო უმკლავდება აგრესიას, ცდილობს აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. ვიცით თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ნამდვილად ეს სიტუაცია უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ევროკავშირი ადევნებს თვალს და აქვს მყისიერი რეაქცია ყველა დარღვევაზე. სოფელ დიციდან გატაცებული ახალგაზრდა ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორშია. ახლობლებს არავინ დაკავშირებია. ოჯახის წევრთა ინფორმაციით 21 წლის გივი ბერუაშვილი გუშინ საღამოს საკუთარ ბაღთან დააკავეს. ეს ადგილი კი გამყოფ ზოლთან ახლოს მდებარეობს, თუმცა აქ არც მავთულხლართია და არც ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერი. სუსის ცნობით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც საქმის კურსშია.
კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის ახალი კორპუსი პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გახსნა. შენობა მამუკა ბახტაძემ პირადად დაათვალიერა. ამ კორპუსში სხვადასხვა პროფილის სამედიცინო განყოფილებაა განთავსებული, მათ შორის კარდიოქირურგიული, ასევე სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი, ორთოპედია, ტრავმატოლოგიის განახლებული ცენტრი და ნევროლოგიის დეპარტამენტი. აპრილიდან კი ნიუ ჰოსპიტალში ძვლის ტვინის ტრავმატოლოგიის ცენტრი გაიხსნება. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ ჯანდაცვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს იყოს რეგიონალური ლიდერი. შესაბამისად, მსგავსი პროექტებში ინვესტიციების განხორციელება კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფოს მხარდაჭერა ასეთი ინვესტიციებისთვის არის საერთოდ მნიშვნელოვანი. ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დევნილი ოჯახებისათვის ბინების გადაცემასთან და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ საუბრობს. როგორც დავით სერგენკომ აღნიშნა, 2019-20 წლებისათვის ბინებით დასაკმაყოფილებლად დაახლოებით 1.9 მილიარდი ლარია გათვალისწინებული. ასევე საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც ოჯახები მიიღებენ საცხოვრებელ ფარდს. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ძირითადად სოციალური საჭიროებები არის მთავარი გამოწვევა, თუმცა შესაძლოა კრიტერიუმები იყოს დასახვეწი და ეს დევნილებთან ერთად უნდა განიხილებოდეს. თავსახად გამოკვეთილი დინამიკის 10-ჯერ მეტად გაიზარდა ბიუჯეტი. სამწუხაროდ მთლიანობაში ეს ციფრები მაინც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველას, ვისაც კი ჭირდება, მოკლე პერიოდში დაუშვათ 1 წლის განმავლობაში დაუკმაყოფილოთ ეს საჭიროებები. არიან დევნილები, რომლებიც დიდი ხანია წლების განმავლობაში კონფლიქტების პირველივე წლებიდან ელოდებიან ამ ბინას და ასეთი სოციალური კრიტერიუმებით მიდგომა მათთვის არ არის მისაღები და ისინი გამოხატავენ საკმაოდ მძაფრ პროტესტს. ბიუროს ხდომა დღეს აღარ შედგება, შესაბამისად ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა ვერ დარეგისტრირდა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლების გარდა სხვა აღმსარებლობის სასულიერო პირები სამხედრო სამსახურის გადავადებით ვერ უნდა სარგებლობდნენ. იდეას ოპოზიციის კრიტიკა უკვე მოჰყვა, უკმაყოფილონი არიან სხვა კონფესიის წარმომადგენლებიც. მათ მოსაზრებებს დავით საგარელი გაგვაცნობს. ჩვენ გქონდა საშუალება გავსაუბრებოდით როგორც ქართულ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლებს, ასევე ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის წევრებს. ჩვენთან საუბარში ისინი აცხადებენ, რომ სიახლე, რომელზეც სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მოუწევთ კანონმდებლებს მსჯელობა, მათთვის არის დისკრიმინაციული. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას და არ გამორიცხავენ, რომ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოსაც. სამხედრო სავალდებულო სამსახურში მსახური ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ის დეფინიცია, რომელიც ხდება და თქვა ის გარდა მართლმადიდებლის ის თუნდაც ის გარდა სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მომავალი განვითარებისთვის და ნორმად არ უნდა ვაქციოთ ჩვენ დისკრიმინაციული ფორმა, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად როგორც მუსლიმი თემი, როგორც მოქალაქეები ამ ქვეყნისა მაქსიმალურად შევეცდებით ეს დისკრიმინაციული ნორმა არ დაამტკიცდეს ჩვენს ქვეყანაში. მიუღებელია, რომ როდესაც მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირები იყვნენ განთავისუფლებული სამხედრო სამსახურისაგან. ჩვენ მხარს არ დაუჭერთ, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივას და მივმართავთ სამართლებრივ გზას, წავალთ საკონსტიტუციო გზით, რათა თუ იმ შემთხვევაში თუ კანონი იქნება მიღებული. რაც შეეხება ინიციატივის ავტორს, ირაკლი სესიაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ მის მიერ შემოთავაზებული სიახლე არ არის დისკრიმინაციული და ის ეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ თავი აარიდონ სამხედრო სავალდებულო სამსახურს. ამასთან ერთად ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, თუკი რომელიმე პირს რელიგიური შეხედულებების თვალსაზრისით და რელიგიური შეხედულებების გამო არ შეუძლია მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური, მისთვის არსებობს ალტერნატიული გამოსავალი და ეს ალტერნატიული გამოსავალი არ გულისხმობს ჯარში მსახურებას. ამასთან ერთად უმცირესობის წარმომადგენლებს მაინც მიაჩნიათ, რომ ნორმა მიუღებელია, ვინაიდან მართლმადიდებლური ეკლესია არის მოწინავე პლანზე განსხვავებით სხვა კონფესიებისგან და ის დისკრიმინაციულია. გაუგებარია ამგვარი პრივილეგიის შემოთავაზება, როდესაც სხვა კონფესიის წარმომადგენლები სარგებლობენ, მათი აღსარების საიდუმლოს დაცულია, მათ აქვთ უფლება, რომ სასჯელს ასრულებითაც ცებულებებშიც შევიდნენ, მოინახულონ თქვათ პატიმრები,
მათ აქვთ ასევე უფლება იგივე, რაც აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში და მიუღებელია ამგვარი ნიშნით დისკრიმინაცია და მე მოუწოდებ საქართველოს პარლამენტს რომ არაკონსტიტუციური კანონი არ მიიღონ. ყველასთვის ველმსახურის ასე თქო შეღავათი უქმდება გამომდინარე იქიდან რომ თუ ასე გაგრძელდა ჩვენ გაწევრი სისტემა აღარ გვექნება, გვექნება გირჩის ველმსახურების არმია და არ გვექნება ჯარი და იმ პირობებში რაც არის საფრთხეები, გამოწვევები და ტოტალური თავდაცვის პრინციპია, მე მგონი ყველას ესმის რომ ამ სისტემამ უნდა იმუშაოს. თუ ვიღაცას არ მოწონს, შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ დისკრიმინაციაზე აპელირება ჩემთან მიმართებაში ვერ ექნებათ. შეგახსენებთ, რომ საუბარი ეხება ნორმას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს სასულიერო პირებს ჰქონდათ უფლება ესარგებლად გადავადებით სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან ახალი შემოთავაზებული სიახლით მათ ეს უფლება აღარ ექნებათ. ამ ნორმასთან ეს ნორმა უნდა დარეგისტრირებულიყო დღეს საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს ხტომაზე, თუმცა ბიუროს ხტომა გადაიწია და სავარაუდოდ ამ სიახლეზე კანონმდებლებს მსჯელობა უკვე ხვალდილის 11 საათისთვის მოუწევთ. ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბის მოსახლეობა მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ისარგებლებს. გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-10 ხტომაზე მიიღეს, რომელიც მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საბჭოს წევრებმა 2018 წლის ანგარიშსაც მოусმინეს 2019 წელს განსაზღვრული თანხების განაწილების პროექტი და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2019-23 წლების სტრატეგიას განიხილეს. მთის განვითარების ეროვნულ საბჭოს ორი ახალი წევრი, მესტის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი და აკადემიკოსი ავთანდილ არაბული შეემატა, რომელიც სამუშაოებში ექსპერტის სტატუსით ჩაერთვება. მთლიანობაში 152 მილიონი ლარი სოციალური შეღავათები და დახმარებები არის გაცემული და გარდა ამისა 350 საწარმოს აქვს მინიჭებული მთის მაღალმთიანი სტატუსი, რომელიც ასევე აძლევთ მათ შესაძლებლობას, რომ ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული შეღავათები. გარდა ამისა, მთის საბჭოზე განვიხილეთ ასევე ბახმაროსთვის მთის დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი და დადებითად გადავწყვიტეთ. სტრატეგია მოიქცავს სამ მთავარ მიზანს. პირველი ეს არის მდგრადი განვითარება მაღალი მთის დასახლებების, რომ იქ ადამიანების საცხოვრებელი პირობები იყოს კარგი და ისინი მუდმივად ცხოვრობდნენ იქ და ჰქონდათ შესაბამისი საშუალებები. მეორე ეს არის სოციალური დახმარება მაღალ მთაში მცხოვრები თუ დაბრუნებული ადამიანებისთვის. მესამე ეს არის სერვისების ხელმისაწვდომობა. ირაკლი ღარიბაშვილი როს ვილსონს შეხვდა. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურმა მდივანმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ორი ქვეყნის საერთო ინტერესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ვილსონმა ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. რეკლამის შემდეგ შევხვდებით რამდენიმე წუთში. ქრონიკა 17 საათზე. გურიაში არასრულწლოვნებმა სკოლა გაქურდეს. შემთხვევა სოფელ გურიანთაში მოხდა. წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულიც ხელკვალზე გახსნა და 3 მოზარდი ამხილა. ჩადენ დანაშაულს ყველა მათგანი აღიარებს. საქალაქო სასამართლოში გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული იაგონ ებიერიძის საქმის განხილვა დღესაც გრძელდებოდა. დღევანდელ პროცესზე მოკლულის ოჯახის წევრები, მამა და ახლობლები გამოიკითხნენ. პროკურორის განმარტებით მოწმეთა ჩვენებები ამყარებს ბრალდების პოზიციას. განზრახ-მკვლელობის ბრალდებით 33 წლის წარსულში ნასამართლები იაგონ ებიერიძე არის დაკავებული ამ საქმესთან დაკავშირებით ის ბრალს არ აღიარებს. თუმცა დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ანუვადო პატიმრობა ელის. ბრალდების ხარე ყველა პროცესზე სასამართლოს უდასტურებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში იაგონ ებიერიძე ნამდვილად დამნაშავე და ჩვენ ამას შემაჯამებელ ეტაპზე რა თქმა უნდა დაუდასტურებთ სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოვითხოთ უკვე შესაბამის ეტაპზე შესაბამისი მოთხოვნა გვექნება, როგორც კანონით ეს არის გათვალისწინებული და გაწერილი.
ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებენ, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. მათი მოთხოვნაა პროპორციული წესით არჩევნები არა 2024, არამედ 2020 წელს ჩატარდეს. პარტიების წარმომადგენლები ხელმოწერებს ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ და მას არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელიც შეუერთდა დღეს. ყველა ჩვენი პარტნიორი პარტია, რომელიც სტრუქტურულად ჩვენთან არის გაერთიანებული, ყველა აგროვებს უკვე ხელმოწერებს და რაღაც ციფრები უკვე შემოვიდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ნებართვა არ მომითხოვია ჩვენი პარტნიორებისთვის ეს ციფრები დავასახელო, მაგრამ დამჯერეთ 230-250 შევაგროვებთ ძალიან სწრაფად. პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი სამართლიანი გზა, გაირკვეს ვის უჭერს ადამიანები და ხალხი ვის უჭერს მხარს. და მეორე მთავარი ის არის, რომ რამდენ პროცენტსაც აიღებს, ანუ რამდენი ადამიანის დაუჭერს მხარს ამა თუ იმ პარტიას, იმდენი ხმა ეყოლება პარლამენტში. ყოველთვის ვცდილობდით, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც შევიდოდა კონსტიტუციაში, მიმართული ყოფილიყო იმისთვის, რომ შეცვლილიყო საარჩევნო სისტემა, ის რომ პარტიები გაერთიანდნენ აი ამ ერთი მოთხოვნის გარშემო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში, როდესაც დიდი გაერთიანება არის, უფრო მეტი წარმატების საშუალება ექნება არა მხოლოდ მათ, არამედ ჩვენ ყველას. დელფინის მოკლისათვის თურქული გემის კაპიტანი 40900 ლარით დაჯარიმდა. სამართალდამცავებმა დანაშაული აღიარა, ფაქტი კი 10 მარტს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, თევზჭერის დროს დელფინი თურქული სეინერის ბადეში მოხდა, კვალის დაფარვის მიზნით კი ზღვაში გადააგდეს. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემმა საქართველოს შავი ზღვის საკვატორია დატოვა. მოკვლევაში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი და სასაზღვრო პოლიცია იყო ჩართული. ჩატარებული იქნა კვლევა, რის შედეგად დადგინდა, რომ მოცემული დელფინი თურქული თევზჭერის სეინერის მიერ იქნა ბადით ამოყვანილი და შემდეგ მოშორებული მიზნით. მოცემული გემი დაჯარიმდა 40000 ლარი საჯარიმო სანქცია და 900 ლარი ზიანის თანხა დაეკისრა და ამ თანხის გადახდის შემდეგ მოცემულმა გემმა დატოვა საქართველოს საზღვაო სივრცე. თბილისის ჰონგ-კონგის ბიზნეს დელეგაცია სტუმრობს. მათ შორის არიან ფინანსების, ინფრასტრუქტურული განვითარების, დაზღვევის, ტექნოლოგიების, ვაჭრობის, ასევე სხვა სფეროს წარმომადგენლები. ვიზიტის შესახებ ჰონგ-კონგის სავაჭრო და ეკონომიკური საბჭოს მდივანმა ედვარდ იაომი საუბრა. მან საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებსა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე გაამახვილა ყურადღება. ჰონგ-კონგისა და საქართველოს აქტიურ თანამშრომლობაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელსაც მხარეებმა ხელი გასული წლის ივნისში მოაწერეს. იყვნენ სამეური საფინანსო ფინანსური ინსტიტუტები და ეს არის ძალიან საინტერესო. ასევე იყვნენ რამდენიმე სტარტაპერი და ჩვენ ვცდილობთ რომ დავაკავშიროთ ისინი და აუცილებლად დავაკავშირებთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიის სააგენტოსთან. ასევე ძალიან დაინტერესეთ საქართველოს ლოჯისტიკური ჰაბის პოტენციალი და ჩვენ საქართველოს რკინიგზას ჰქონდა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია. ასევე ჩვენ საპარტნიორო ფონდიც ესწრებოდა ჩვენთან შეხვედრას. ძალიან დიდი იყო დაინტერესება საპარტნიორო ფონდის პროდუქტების მიმართ ზოგადად ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით. ძალიან მიხარია რომ საქართველოში ამ მშვენიერ ქვეყანაში ჩამოვედი. როგორც იცით, შარშან ჩვენს ორგანიზაციასა და საქართველოს ეკონომიკის მოადგილეს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ხელშეკრულება დაიდო. მართალია ჰონგ-კონგი ტერიტორიულად პატარა სივრცეს მოიცავს, მაგრამ ის არის ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური ცენტრი არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. საქართველო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ერთგვარი კარიბჭე ევროპასთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის კუთხით. ჩვენი ინტერესის სფერო ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროების განვითარებას მოიცავს და აქ სწორედ ამიტომ ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური სფეროები კიდევ უფრო განვითარდება და უფრო მჭიდრო გახდება. ჰოლანდიაში უცნობმა შეიარაღებულმა ტრავმის ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად სავარაუდოდ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც. დამნაშავემ გაქცევა მოახერხა, პოლიცია ტერაქტის ვერსიას არ გამორიცხავს. სირიის აღმოსავლეთით შეტაკებები გრძელდება. შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ფორმირებები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს ბოლო ანკლავის გათავისუფლებას ცდილობენ. ოპერაცია ბაგუსში საჰაერო იერიშებისა და საარტილერიო ცეცხლის თანხლებით მიმდინარეობს. სირიის დემოკრატიული ძალების ინფორმაციით, დაეშის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია 2 კილომეტრამდე შემცირდა. ლიკვიდირებულია 1000-ზე მეტი ისლამისტი მებრძოლი.
ჩრდილოეთ ირლანდიაში წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებულ წვეულებაზე 3 მოზარდი დაიღუპა პოლიციის განცხადებით, ისინი ჭყლეტაში მოხვდნენ. დაშავდა რამდენიმეც. ერთი მათგანის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ინდონეზიაში კი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით წყალდიდობამ და მეწყერმა პაპუას პროვინციაში 77 ადამიანი იმსხვერპლა, 116 დაშავებულია. მანამდე ინფორმაცია 63 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ დრომდე გრძელდება. დაზარალებული რაიონებიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ეს ყველა სიახლეს გაეცნობით ვებგვერდზე იმედი ნიუსში და დაელოდეთ მთავარ გამოშვებას 20 საათზე ნახვამდის.